უცხო ქვეყნები მაიდანიზაცია ფერადი რევოლუციები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის ანგარიშშიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები იყო. წინა წლებისგან განსხვავებით, სუსი რადიკალური ქმედებების დამფინანსებლად დასავლეთს ასახელებს. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე კი მხოლოდ ოკუპაციის კონტექსტში წერს. თუ ანდრე ოხანაშვილის უწყებას დავუჯერებთ, გარკვეული ჯგუფების მოქმედებები უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ იმართებოდა. მიზანი კი საპროტესტო მუხტის გაზრდა და რადიკალიზაციის წახალისება იყო. ოხანაშვილის უწყება ანგარიშში წერს, რომ მაგალითად 2024 წლის 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა პარლამენტთან სიტუაციის დაძაბვით და სხვერპლის გამოწვევით იგეგმებოდა. საუბარია აქციაზე, რომლითაც დემონსტრანტები ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნას საკანონმდებლო ორგანოსთან წითელი ბარათებით და ბურთის თამაშით აპროტესტებდნენ. გარეთმოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფის სხვადასხვა საბაბით საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ეგრეთ წოდებული მაიდანიზაცია წარმოადგენდა. იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქების მოწყობა. საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები. 66 გვერდიან ანგარიში ძირითადად დასავლეთზეა საუბარი და ისიც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში, რაც შეეხება რუსეთს, სუსი მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაციასა და მის თანმდევ პროცესებზე წერს. ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით კი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მიმდინარე პროცესი სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობაა და მეტი არაფერი. ამ და სხვა ჩანაწერების გამო ოპოზიცია სუსის ანგარიშს კაპიტულანტურს უწოდებს. სუსის ანგარიში პირველად ხდება ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენება იმ დასავლური ინსტიტუტების და ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ქვეყნის კონსტიტუციით საქართველოს გაწევრიანება სურს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საგარეო ვექტორი არის შეცვლილი და საფრთხე რუსული ოკუპაციის შემდგომ მოდის სწორედ დასავლეთისგან რეჟიმისთვის, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში არის ასევე მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსება არ მიმდინარეობს, მიუხედავად არაერთი ვიდეო მტკიცებულებისა და რომ თურმე იქ სავარაუდოდ საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა არის, რაც კვლავ რუსეთის გათეთრებას ემსახურება და არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. ჩვენ რეალურად ამ ანგარიში ვკითხულობთ ქართული ოცნების message box და ნარატივს, რომ დასავლეთი არის მტერი, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომის წესებით ცდილობს ხელისუფლების ცვლილებას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში არიან, მეიდნის სცენარით მიდიან, კლასიკურად ანტიდასავლური გზავნილები. ამ ანგარიში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ ქართულმა ოცნებამ შეიცვალა საგარეო კურსი. იმიტომ რომ ეს ანგარიში არის განწყობილი ანტიდასავლურად. ეს არის კაპიტულანტური ტექსტი, რომელიც დაწერილია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის საამებლად. სუსის ამ ანგარიშიც კიდევ ერთხელ ჩანს ის, რაც არის ამ დე ფაქტო ხელისუფლების თავარი დამახასიათებელი, რომ თავარ გამოწვევაზე, თავარ საფრთხეზე საუბრისას ისინი აქცენტს აკეთებენ და მათ შორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოებს, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოებს აქცენტს აკეთებს არა რეალურ საფრთხეზე და გამოწვევაზე რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ ბოლო ათწლეულების, არამედ ბოლო საუკუნეების მანძილზე, არამედ ისინი საუბრობენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე, ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე და დასავლურ სამყაროზე, რომელიც თითქოს და არის უკან ქვეყანაში შექმნილი არეულობების, რაც არის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გალაშქრება დასავლურ სამყაროს წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსული იმპერია თვითონ იყენებს ამ მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად. მან რად დაასახელა დასავლეთი, დასავლური ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, რიგი ინსტიტუტები, პირდაპირ წერია, რომ ისინი არიან ავტორები იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ავტორები იმ დესტაბილიზაციის მცდელობისა თითქოს, რომელიც აქ მიმდინარეობს. სინამდვილეში მათ უარყვეს რუსეთის როლი როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის, ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის მტრის. სინამდვილეში და რეალურად
რეალურად ეს არის მორიგი მოღალატეობრივი ქმედება ერთის მხრივ და სახელმწიფოს პირით განაცხადი ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ რეალურად იმ უწყებამ, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, რომელიც ამაზე უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს, უარყო მთლიანად რუსეთის როლი და ახალი მტრის ხატი შექმნა დასავლეთის სახით. სუსის ანგარიშს სრულად იზიარებენ ქართულ ოცნებაში. ივანიშვილის თანაგუნდელების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვა უწყებებთან ერთად საქართველოს მძიმე სცენარების განვითარება თავიდან აარიდა. რა თქმა უნდა, ამ ანგარიშში არის მიმოხილული ყველა საფრთხე, რომელიც უკავშირდება შიდა თუ გარე ფაქტორებს, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და ყველა ის, რაც შეიძლება რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყო გადაცემული, იმ ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბით მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, დახურულ ფორმატში ცოტა უფრო სიღრმისეული განხილვა გვექნება აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია ეს ამას არ ჭირდებოდა ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით საზოგადოებისთვისაც ნათელი იყო თუ რა პროცესებთან ჰქონდა საქმე და არაერთხელ სხვათა შორის გასული წლის განმავლობაში, როდესაც სხვადასხვა ძალები, სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევას, ჩამოშლას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეგრეთ წოდებული დესტრუქციული ძალების მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებზე აქამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა გამოძიება კონკრეტული შედეგით ფაქტობრივად არასდროს დასრულებულა. ერთ-ერთი ბოლო საქმე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით ტერაქტის შესაძლო მომზადებას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევების მსგავსად სუსმა გამოძიება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. დაკითხეს რამდენიმე პირი, მათ შორის უკრაინაში მებრძოლი ქართველები, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.